იმ შემთხვევაში, როცა ძინავს, თუ ღვიძავს, მაშინ უთს მეტირება რა და სულ უნდა რომ ამოვიდეს შემთხვევაში. ძალიან მაგარი არის ეგ ორი კომბინაცია ერთმანეთთან, იმიტომ რომ პირველ რიგში იმიტომ რომ თვითონაც ძალიან მაგრად უყვარს ფეხბურთი უკვე ამ ასაკშია. და რა თქმა უნდა, როცა თამაში გვაქვს ტელევიზორში, ანუ ესე ჯდება და 90 წუთს უყურებს ფეხბურთს, როცა თამაშობ მე. ასე რომ ამ ძალიან პირველი გულშემატკივარია, ერთ-ერთი კი არა, ალბათ თავარი ჩემი. უდიდესი როლი აქვს, ალბათ ყველაზე მთავარი როლი ოჯახს აქვს, როგორც კატოს ჩემი მეუღლეს და ბავშვს, ასევე სხვა დანარჩენ წევრებსაც რა, იმიტომ რომ ეს ადამიანები მაძლევენ мотивაციას, რომ გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ ახლა. კი, ეგრე იყო ზუსტად, იმიტომ რომ აი ბევრად უფრო რთულად გადაიტანეს ჩემი ოჯახის წევრებმა ჩემი ფეხის ამბავი, ვიდრე მე, იმიტომ რომ მაინც ასეა თუ ისე მე უფრო გავაანალიზე რა შეიძლება და მოხდარიყო შემდეგ. როგორ ვივარჯიშებდი და რა мотивაციით დავბრუნდებოდი და მათ ამის გათავისება უფრო გაუჭირდათ და უფრო მეტად ნერვიულობდნენ და უფრო მეტად განიცადეს რა ჩემი ფეხის ამბავი. კი, ეს რამოდენიმე თვე დაახლოებით მეოთხე თვე არის, რაც ტრამვის შემდეგ მეოთხე თვე გავა ახლა მალე და პირველი 2 თვე ძირითადად სახლში ვიყავი, ვერ მოძრაობდი და ძალიან მაგრად დამეხმარეს სახლში და იმიტომ რომ მოძრაობა მიჭირდა, ესე ვთქვათ, კასტილებით კი არა და ყავარჩლებით დავდიოდი და ჩემო მეუღლემ ძალიან დიდი როლი შეიტანა იმაში, რომ ფაქტიურად ორ ბავშვს უვლიდა სახლში და ესე რომ ვთქვათ. მე როგორც ვიცი ჩემი მშობლებისგან და როგორც ავიდეოების მაქვს ნანახი, მეც დაახლოებით 2-3 წლიდან უკვე სუპურს თამაშობდი და მაქედან დაიწყო ალბათ ჩემი სიყვარული ფეხბურთის მიმართ. და ესე ფეხბურთზე სიარული დაუწყე უკვე 6 წლის ასაკში, როცა პირველ კლასში ვიყავი, მაშინ ესეთი კლუბი არის საფეხბურთო კლუბი ჩემპიონი, რომელიც ვაკეში მდებარეობს და ანუ სკოლაში იყვნენ მსვლელები, რომლებმაც ესე ვთქვათ ტესტ მატჩი ჩაატარეს პირველ კლასელებს შორის და იქიდან წამიყვანეს მერე გუნდში. ესენი იყვნენ გია მაჭარაშვილი და ნიკა მოდებაძე, რომლებიც დღესაც აქტიურად არიან ამ სფეროში ჩართულები. შემდეგ განვითარება იყო 6 წლიდან დავიწყე ჩემპიონში და შემდეგ დაახლოებით 11-12 წლის ვიყავი, როცა უკვე შემოვერთი იბერიას და იმ დროიდან იბერიის წევრი ვარ და რამოდენიმე დაახლოებით 2-ჯერ ვიყავი იჯარით წასული, არა 3-ჯერ ვიყავი იჯარით განათხოვრებული და დანარჩენი ეს რომ იბერიაში ვარ 12 წლიდან 26 წლამდე ესე ვთქვათ. როდესაც 12 წლის ასაკში იბერიას შევუერთდით, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი კაი გუნდი ყავდა ჩვენ მანამდე ჩემპიონს და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელები ვიყავით ჩვენ ასაკში, იბერიაში როცა შევუერთდით, მაინც მოგვიწია ესე ვთქვათ ტესტ მატჩების გავლა. რის შედეგადაც დაკომპლექტდა მეგრე შემდეგ გუნდები, ეს იყო ადრე პირველი გუნდი, მეორე გუნდი, მესამე გუნდი ერთ ასაკში. შემდეგ მოვხვდი პირველ გუნდში და აქედან დაიწყო ჩემი იბერიული კარიერა. პერიოდი მახსოვს ძალიან კარგად, ვიყავი 17-ის ვიყავი და ხდებოდი უკვე 18 წლის. ეს იყო საჩემპიონო წელი, როდესაც იბერია პირველად გახდა ჩემპიონი, მაშინ გია ჭიაბრიშვილი იყო მსწრელი და ტორპედოს ქუთაისთან მქონდა სახლში თამაში და დავიწყე ძირითად შემადგენლობაში. სამწუხაროდ ის თამაში დავთმეთ, დავმარცხეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ის წელი იყო საჩემპიონო წელი იბერიისთვის ისტორიული, ესე ვთქვათ, პირველად გახდა გუნდი ჩემპიონი. პირველ განათხრებაზე ვისაუბრებ, ჯერ როდესაც ლოკომოტივში წავედი, მე ვფიქრობ, რომ მაშინ ვინანე იბერიადან
წასვლა პირველად რა, იმიტომ რომ ლოკომოტივში მე კოვიდი დაიწყო, ჩემპიონატი გაჩერდა და საბოლოო ჯამში არ მიწევდა იქ თამაში, მსმელი შეიცვალა, ისეთი ფაქტორები მოხდა. სადაც მე აღარ მიწევდა თამაში და მალევე დავტოვე ის კლუბი. რაც შეეხება ესპანეთში წასვლას კადისში, მან წასვლა ნამდვილად მომცა ძალიან დიდი გამოცდილება და როგორც ფეხბურთელი ძალიან განვითარდი მანდ, იმიტომ რომ საერთოდ სხვა რაღაცეები ვნახე და ისეთი რაღაცეები ვისწავლე, რაც მანამდე არ ვიცოდი. მით უმეტეს იქიდან გამომდინარე, რომ აქ ძირითადად თამაშობდი ცენტრალურ მცველზე და როგორც კი ესპანეთში ჩავედი, ეგრევე პოზიცია შემიცვალეს და დღემდე იმ პოზიციაზე ვთამაშობ, რაზეც იქ დამოწრებინეს, ანუ მარცხენა მცველზე. რაც შეეხება სლოვაკეთში წასვლას, ბატონი ტარიელის ინიციატივა იყო მან წასვლა, ვინც წავედით ჩვენ ესე ვთქვათ, რაღაც გარკვეული გეგმები ჰქონდა მას ამ კლუბთან დაკავშირებით და ჩვენ და მივხმარებოდით ამ გეგმების განხორციელებაში, მაგრამ როდესაც ჩვენ უკვე ჩავედით კლუბს იმდენად, ანუ ნახევარი სეზონის მერე ჩავედით, კლუბს იმდენად ცოტა ქულები ჰქონდა დაგროვებული, რომ თითქმის შეუძლებელი იყო ამ გუნდის დატოვება უმაღლეს ლიგაში. აქედან გამომდინარე, კლუბი გავარდა სეზონის ბოლოს უმაღლესი ლიგიდან, მაგრამ პირადად ჩემთვის აბსოლუტურად როგორც ფეხბურთელისთვის აბსოლუტურად ყველა თამაში ვითამაშე მთლიანად და საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე მან თამაშის. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი არ იყო ისეთი კარგი, ჩემპიონატი საკმაოდ ნორმალური არის, რაც არ უნდა იყოს უმაღლესი ლიგა არის და ასე ვთქვათ, გამოცდილება მაინც დამიგროვდა და ბევრი რაღაც ვისწავლე მანდაც მან თამაშიც. მაშინ, როდესაც ჩვენ ვასპარეზობდით, ძალიან გულდასაწყვეტი არის დღემდე ჩემთვის ეგ გამოვარდნა მაგ ტურნირიდან, იმიტომ რომ ფაქტიურად თამაში არ წაგვიგია და მაშინ ისეთი წესი, ძველი წესით გამოვარდით, ანუ მოწინააღმდეგე გუნდის სტადიონზე გატანილი გოლის მიხედვით რა, ჩვენთან ფრე დასრულდა და ორი გოლი ჰქონდათ გატანილი და ესე დაუმარცხდით, ანუ ფაქტიურად წაუგებლად გამოვარდით, გამოვიჩეთ ამ ტურნირს. და დღემდე გული მწყდება, იმიტომ რომ შემდეგი ეტაპი იმ გუნდის მერე უკვე მანჩესტერ იუნაიტედთან იყო თამაში და ძალიან გვიდოდა ყველას მათთან გამოგვეცოდა ჩვენი ძალები. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, როდესაც პირველად ითამაშა გუნდმა ამ ტურნირზე, პირველად მოხვდი მეც ესეთი მაღალი დონის ტურნირზე გუნდის განაცხადში და პირდაპირ ვიტყვი, რომ ნამდვილად არ ველოდი ჩემს დებიუტს კონკრეტულ თამაშზე, მაგრამ ისე მოხდა, რომ რამოდენიმე წუთის თამაში მომიწია, დაახლოებით არ მახსოვს, მაგრამ 15 თუ 20 წუთი ვითამაშე. მაგრამ ეს 15 და 20 წუთი იმდენად საკმარისი იყო ჩემთვის იმ კონკრეტულ მომენტში, რომ ძალიან დიდი პირველ რიგში მიუხედავად იმისა, რომ დავუმარცხდით, ძალიან გამიხარდა თამაში, იმიტომ რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ, ერთ-ერთი დანიელ მომახსოვს, ვისაც კონკრეტულად მე ვედექი და ძალიან სასიხარულო იყო ეს ფაქტი ჩემთვის რა. ხოთის კოლხეთთან მქონდა გასვლით იმ მატჩში და დაახლოებით მე-10 წუთზე როგორ მოხდა ამას ვერ გეტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი როგორ მოხდა, რაღაცნაირად ხე მოვიტეხე წვივის მცირე ძვალი ესე ვთქვათ. ოპერაციიდან დაახლოებით 2-3 კვირაში დავიწყე რეაბილიტაციის გავლა სითა ფიზიოში, სადაც მიტარდებოდა გარკვეული პროცედურები, მასაჟები, ვარჯიშები, ფიზიოები. ამის შემდეგ დაახლოებით 1 თვე ვიარე სითა ფიზიოში. ამის შემდეგ დავიწყე შიოსთან სიარული, დაახლოებით 1 თვეა დავდივარ შიო პერფორმანსში. ანუ როდესაც კი ძვალი მქონდა მოტეხილი, მაგრამ ცალკე თემა არის, ფაქტორი არის, როდესაც ძვალი ხორცდება, ეს ერთია, მაგრამ ფეხი როდესაც ფაქტურად 2 თვე არ გამიზრებია, ამ დროს კუნთის ხუსტება ძალიან და მეორე ფაქტორი არის, რომ კუნთი დაბრუნდეს თავის კონდიციებში, რაც იყო იმაში. რასაც დამეხმარა შიო და დაახლოებით 1 თვე არის, რაზეც მუშაობ, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ყოველ დღე 3 საათი მიწევდა ამ დარბაზში გატარება,
იმის გამო რომ კუთი დაბრუნებულიყო თავის კონდიციებში. ჩემი აზრით გამოიღო ამ ვარჯიშებმა შედეგი და ეხლა ბევრად კარგად მაქვს გუნდები. უკვე რაც გუნდთან ერთად დავიწყე, უკვე რამოდენიმე დღეა ვარჯიში, შევამცირე დარბაზში სიარული და გადავედი უფრო გუნდთან ერთად ვარჯიშებზე. მე ვფიქრობ, რომ იმასთან შედარებით, რომ თითქმის 4 თვეა დავისვენე, თავს კარგად ვცნობ და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ასე რომ თვლი რომ ძალიან მალე უკვე თამაშზეც დავბრუნდება. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ხა დაზუსტებული და 100%-იანი ინფორმაცია არ მაქვს ნამდვილად და ამას ვერც გავიგებ ალბათ, მაგრამ როგორც დაიწერა და ბევრმა ადამიანმა მითხრა, აპირებდა მთავარწვრთნელი ჩვენი, რომ ყოფილიყავი მეც იმ კონკრეტულ შეკრებაზე. რა თქმა უნდა, ძალიან გული დამწყდა ამ თემასთან დაკავშირებით, ასევე იყო ევროტურნირები, სადაც რომელიც ვერ ვითამაშე, ესეც ძალიან დიდი იმედებს ვამყარებდი კონკრეტულად წელს ამ ევროტურნირებზე, იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგიდან ვიწყებდით და რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დიდი შანსი იყო ჯგუფში მოხვედეს და ფაქტიურად ერთ დღეში ყველაფერი ჩამეყარა წყალში, რისთვისაც ვემზადებოდი მთელი წელი. ფსიქოლოგიურად რა თქმა უნდა, პირველი რამოდენიმე დღე რთული იყო ამ ამბავის გადატანა, იმიტომ რომ როდესაც კარგად არის ყველაფერი და კარგად მიდიოდა, ასე ვთქვათ, ყველაფერი, მაშინ გამემართა ეს ტრავმა და რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ მალე მივხვდი იმას, რომ უნდა შემეცვალა ბევრი რაღაც და მე მგონი ღმერთმა იმიტომ ვთქვათ გამომიგზავნა ესეთი განსაცდელი, რომ რაღაცეებზე უფრო სხვანაირად დავიწყე მიდგომა რა. კონკრეტულად თუნდაც ფეხბურთის მიმართ, უფრო მეტი რაღაც დავაფასე და უფრო სხვანაირად დავიწყე აზროვნება რა. რა თქმა უნდა, რთული იყო ამ თამაშების გარედან ყურება, მით უმეტეს, როცა ახლოდან უყურებ თამაშს და როცა იცი, რომ შენი სათამაშო არის, მაგრამ ვერ თამაშობ, ძალიან რთული არის ამის ყურება რა. და საერთოდ ეხლა მივხვდი, რომ გარედან თამაშის ყურება ბევრად უფრო რთული არის, ვიდრე შიგნიდან თამაში რა. უფრო მეტად ნერვიულობ და უფრო მეტი ასე ვთქვათ, სურვილი მაქვს და კინაღამ ისე მინდოდა თამაში, რომ კინაღამ ყავარჯნებით შევედი მოედანზე, მაგრამ ზოგადად ტრავმის შემდეგ საერთოდ ფეხბურთელები და სპორტსმენებიც უკეთესად იცნობენ თავიანთ ორგანიზმს, იმიტომ რომ გიწევს ისეთი რაღაცეების ყურადღების მიქცევა, რასაც აქამდე არ აქცევდი რა. საკმაოდ რთული არის ეს ტრავმის შემდეგი რეაბილიტაციის გავლა და დაბრუნება ჩვეულ ფორმაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება გიწევს, ძალიან ბევრი ვარჯიში გიწევს, ესე რომ ვთქვათ და რაც შეეხება ჩემს შემთხვევაში უკეთ გავიცანი თუ არა ჩემი ორგანიზმი, მე ვფიქრობ, რომ გავიცანი, იმიტომ რომ აქამდე ცოტა თამაშებს რო ვთამაშობდი, მაშინ ცოტა ვზოგავდი, ესე ვთქვათ, ჩემ თავს, იმიტომ რომ თამაშისთვის ვინახავდი რაღაც ენერგიას, მაგრამ ეხლა მივხვდი, რომ ბევრად მეტი შემიძლია და ბევრად მეტად შემიძლია ჩემი თავი დავტვირთო და მაინც კარგ ფორმაში ვიყო თამაშისთვის რა. ასე რომ ბევრი დადებითი რაღაცის დანახვა შემიძლია ჩემი ტრავმის მიუხედავად რა. წავით ახლა ლანჩზე და შემდეგ გუნდის ვარჯიშზე. რთული ნამდვილად არის წონის შენარჩუნება. განსაკუთრებით რთული არის ის პირველი პერიოდი,
ჩემთვის პირადად მაგალითად თული იყო ტრაუმიდან ის ერთი თვე. მაგალითად ის ერთი თვე საერთოდ არაფერს არ ვიცავდი, არც დიეტას, აბსოლუტურად ყველაფერს ჭამდი, რაც კი შეიძლებოდა და რაც კი მომინდებოდა. მაგრამ ერთი თვის მერე უკვე გავაანალიზე, რომ ესე ყოფნა აღარ შეიძლებოდა და უნდა მიმეხედა ჩემი თავისთვის და ჩემი ორგანიზმის, იმიტომ რომ ბევრად უფრო რთული არის წონით დაბრუნება და წონაში ფორმაში შესვლა, იმიტომ რომ უფრო მეტ დროს კარგავ და უფრო მეტი ენერგია გჭირდება და უფრო მეტი ყველაფერი რომ მიაღწიო შენ თავდაპირველ ფორმას. ასე რომ ეხლა ამ წუთას 100%-ით ვიცავ დიეტას და ვცდილობ რომ ყოველთვის ჯანსაღად და მაქსიმალურად თავარი არის ჩემთვის პირადად რომ უშაქრად ვიკვებო და მთელი დღის რაციონი გაწერილი მაქვს ისე რომ შაქარი საერთოდ თითქმის ამოღებული მაქვს 100%-ით რა. ახალგაზრდებს ურჩევდი რომ პირველ რიგში უნდა მოიღონ ეს არის შაქარი და გაზიანი სასმელები რა. შაქრის ჩანაცვლება კიდე ბევრი რამით შეიძლება არსებობს ისეთი რაღაცეები მაგალითად შეგიძლია ჩაანაცვლო ისეთი ხილით რომელიც შაქარს შეიცავს და ბუნებრივი შაქრის ჩანაცვლება შესაძლებელია რა. რატომ მიადვილდება მე ესეთი რაღაცეები? ამხელა თავი ყვილად გაქვს. რი გაბაზრ. მაგრამ ამცი. ადი ებაზრ. იგიო. გავწყოთ 1 2 3 4 5 6 7 8 არ არის გადასვლა 2 3 4 გაჭე ზურო ზაგო Bravo! Ole! Acher aparata, ne? Acher aparat! Bravo, Zurro! Zuro, შვიდობა, გაგზე. დასრულდა დღევანდელი ვარჯიში. ვფიქრობ, ნაყოფიერად ჩაიერა დღევანდელმა დღემ, საერთოდ თლიანად. პირველ რიგში ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე გუნდთან ერთად და რაც შეიძლება სწრაფად ჩავატარო ჩემი პირველი თამაში. ძალიან მინდა რომ მოგეხსენებათ, ცოტა დრო დარჩა ჩემპიონატის დამთავრებამდე. სამწუხაროდ გორმა გადაგვასწრო, მაგრამ დიდი იმედი მაქვს და ასევე მჯერა ძალიან რომ სეზონის ბოლოს ისევ როგორც წინა წელს პირველ ადგილზე დავასრულებ და ისევ ჩვენ გავხდებით ჩემპიონები. ამაში ეჭვი არ მეპარება. მე მჯერა რომ ჩემი დაბრუნებით დავეხმარები გუნდს და ჩემ წვრს შევიტან ის კიდევ ერთხელ ზედიზედ მეორედ გაჩემპიონობაში. ძალიან დიდი სურვილი მაქვს და მინდა ვთხოვ გულშემატკივრებს რომ დაგვიდნენ გვერდში და სტადიონზე მოვიდნენ, რათა გვიგულშემატკივრონ. ბიჭო, არჩი დილით ვიწყე. აჩიმანია. ნუ სუნა ვიდეოში. დაგვიჭიმე რა. ეს გადაიქე. რა ჩანთას რომ დამატარელი ეს და არ გამოუცვლიო და ჩანთაო. აი ჩარტე? რა შეიძლება აი ახლა. აა, აქედან მხარე დათუნია რომ გამოაჩი.